ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თუ თქვენ დაინტერესდებით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებით, უახლოეს მომავალში ინფორმაციის მიღების საშუალება არ გექნებათ. თუ კი ქართულმა მართლმსაჯულებამ არ გაგამართლათ, შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ეძებეთ სამართალი და იპოვეთ, ქართული სასამართლო ამას საკმარის არგუმენტად არ მიიჩნევს იმისთვის, რომ თქვენი საქმე ხელახლა გადაიხედოს. ან უბრალოდ თქვენი დარღვეული უფლებები აღდგეს. ეს ყველაფერი მალე მოხდება, რადგან ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში უმრავლესობის ინიციატივით ცვლილებები შედის. რატომ ხდება საქართველოში სულ უფრო რთული საჯარო ინფორმაციის მიღება და ხომ არ არღოს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთავარ არს. სამწუხაროდ ხელისუფლებისგან ამ საკითხებზე პასუხს ვერ მივიღებთ. ვერ მოვისმენთ, ისინი დღეს დებატში ამ თემაზე მონაწილეობას არ იღებენ. მიზეზად მოუცლელობა დასახელდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ თემაზე პარლამენტარ გია ცაგარეიშვილთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრ თამარ კორძაიასთან ვისაუბრებთ. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სტუდიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია და საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია ჩვენი საქართველოს თავისუფლების დემოკრატების წევრი ასევე გია ცაგარეიშვილი. საღამომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზარდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მაშასე მოდით პირველ რიგში თამარ ალბათ უფრო საინტერესო იქნება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისგან მოვისმენთ ეს ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ჩვენ საუბარს, მე მაინც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ თემაზე გადაცემაში მოვიწვიეთ ხელისუფლების წარმომადგენლები, ინიციატივის ავტორები, ვისაც ეკუთვნოდა ეს იდეა, იმისთვის რომ წარმოედგინათ საკუთარი არგუმენტები თუ რატომ გახდა საჭირო ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ესეთი სახის ცვლილებები შეიტანათ, რამ განაპირობა ამ ცვლილებების შეტანა. გვინდოდა და გვაინტერესებდა და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოსაზრება, მაგრამ დღეს როგორც ხედავთ, ხელისუფლების წარმომადგენლები დებატში მონაწილეობას არ იღებს. მიზეზად მოუცლელობა დასახელდა, მაგრამ ცოტა ძნელი სათქმელია ამ ხელოვნურ უმრავლესობიდან ერთმა ადამიანმა თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოიცალა და ვერ მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხზე თქვენ თუ გაქვთ მიღებული პასუხები, ბატონო გია, თქვენ როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, ოპოზიციის წევრს, რომელსაც უფრო ხშირი კონტაქტი გაქვთ მაგალითად უმრავლესობის წარმომადგენლებთან, რა არის მიზეზი იმისა, რომ ცვლილებები შედის ამ კოდექსში? პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ცუდია, როცა დებატებზე არ მომზადებიან ის ადამიანები, ვინც არიან კონკრეტულად ამ კანონპროექტის ავტორები და ასეთი სამია. და ჯერ გვყავდა ბრწყინვალე 4-ეული პარლამენტში. ამ 4-ეულს გამოაკვდა ბატონი ზოდელავა, რომელიც ახლა მთავარი პროკურორია ჩვენი ქვეყნის, დარჩა ბრწყინვალე 3-ეული, თორდია თაქთაქიშვილი ანჯაფარიძის სახით. თუმცა ერთ-ერთი მათგანი ვერ მოგზანდა და ვერ განუმარტა. კაბატონ ჩერას საპატიო მიზეზია კი საქართველოს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ არც ის არ მოვიდოდა, მე დარწმუნებული ვარ. დიახ, იმიტომ რომ მათ არაფერი არ აქვს თქმელი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის ზღვარგადასული უკანონობა, რომლის დამკვიდრება უნდა შესაბამის კანონში უმრავლესობას და ამას აკეთებს ძალიან უხეში ფორმით, რომ არა ერთი კონკრეტული ოპოზიციონერის დაკვირვებულობა კომიტეტზე, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება პარლამენტში ამაზე რეაგირება ვერ გეტყვით, ეს ჯობია მათ გითხოთ, რეაგირება არც არავის არ მოეხდინა, თვალშისაცემი იყო ის, რომ აქ იყო თავსმოხვეული ძალიან უხეში ფორმით, ზუსტად უსამართლო გადაწყვეტილებები კონკრეტულ მუხლში, მუხლის კონკრეტულ ნაწილში შედიოდა შესაბამისი ცვლილებები, ანუ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლს ემატებოდა მეხუთე ნაწილი, რომლითაც საერთოდ იგზალებოდა გარკვეული სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კერძოდ ეს ინფორმაცია მომავალში შეეხება იმ სასამართლო დავებს, სადაც სახელმწიფო იქნება ჩართული ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში თუ არბიტრაჟში. თქვენ პროცესის დასრულებამდე ვერავითარ ინფორმაციას ამ დავებთან დაკავშირებით ვეღარ მიიღებთ და მხოლოდ პროცესი დასრულდება, შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გავეცნოთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას ისედაც ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ,
და ყოველგვარი სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევის გარეშეც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მივმართოთ და მოვითხოვოთ ამ გადაწყვეტილების ასლის გადმოგზავნა სტრასბურის სასამართლოდან და ნებისმიერი არბიტრაჟიდან ამის პრობლემა არ არსებობს. სწორედ ამ დავის მიმდინარეობის დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია, რათა გაიმართოს ბჭობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცოდეთ რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ამ დავებში, ვიცოდეთ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია და მოვიპოვოთ ნებისმიერი საჯარო სახის ინფორმაცია, რომელიც კი შეეხება ამ პროცესებს. ამ დათქმის დამკვიდრებით ამ კანონში ილახება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება და ნელ-ნელა ეს სფერო საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობისა სხვადასხვა საერთაშორისო არბიტრაჟებში თუ სასამართლოებში დახურული ხდება. და ეს არის ძალიან მანკიერი და ძალიან საშიში ტენდენცია, რომელსაც აქ საფუძველი ეყრება. თქვენგან პოლიტიკურ შეფასებას და უფრო ღრმა განმარტებას ცოტა მოგვიანებით მოვისმენთ, რადგან თამარს მინდა ვკითხო და განმარტება გააკეთო საზოგადოებისთვის, რას გულისხმობს ეს ცვლილება, რა იყო აქამდე და რამდენად შეესაბამება ეს დემოკრატიულ სტანდარტებს. თამარ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და უბრალოდ ყოველსა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ საკითხს ესეთი დიდი ყურადღება დაუთმოთ, იმიტომ რომ ის ნამდვილად იმსახურებს სამხელო ყურადღებას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ ეს ამ კანონის პროექტის მიღება პარლამენტის მიერ იქნება ერთი ძალიან დიდად უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით აღიარებს იმას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი არის მისი მაქსიმალური გახსნილობა, მისი მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს კიდევ დადასტურება იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის დახურულობისკენ თulis რომ რაღაც ვთქვათ ინფორმაცია კიდევ მეტად უნდა გასაიდუმლოდეს, ვიდრე ის არის დღეს გასაიდუმლოებული. ხა რას გულისხმობ ამაში? ნებისმიერ კანონ პროექტს ახსოვს თავისი განმარტებითი ფარათი, რომელშიც აუცილებელია განიმარტოს კანონ პროექტის მიღების მიზეზი, მერე მისი მიზანი, მისი ძირითადი არსი და ასე შემდეგ. დღეს აქ წარმოდგენილი მაქვს ეს განმარტებითი ფარათი, მაგრამ ვერც ერთ ამ პუნქტში თქვენ ვერ ნახავთ მიზანს და რა წერია ამ განმარტებითი ფარათში? არაფერი რაც წერია თვითონ პროექტში, ის რომ ზოგადი ადმინისტრაცია ამ კოდექსის, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოქმედება, ანუ ინფორმაციის თავისუფლების თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. ეს არის წარმოდგენილი პროექტის მუხლის დეფინიცია. მაგრამ რასაც განმარტებით ფარათში ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ხედავთ. ჩვენ საერთოდ არ არის განმარტებული მიღების მიზეზი. წერია რომ თურმე ეს საკითხი არ რეგულირდებოდა კანონით და ეხლა არ რეგულირებენ. მიზანი არის ამის დარეგულირება. შემდეგ არც არის ის რომ საფრთხელდება. მეტი სხვა განმარტება ამ კანონ პროექტს არ აქვს წარმოდგენილი და მე შემიძლია გითხრათ რომ აბსოლუტურად მისი მიღების აუცილებლობა არავითარი არ არსებობდა, იმიტომ რომ ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, უბრალოდ ცალკე მუხლი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამბობს ესეთ რაღაცას. 51 მუხლის თანახმად კონსტიტუციის ინფორმაციის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კაცრად ჩამოთვლის შემთხვევებში. კაცრად ჩამოთვლის შემთხვევა არის, ეს არის თუ ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, კომერციულს, პირად საიდუმლოებას, ან პროფესიულ. ამ კონკრეტულ შემთხვევებზე ხო არ იქნებ საუბარი, იქნებ ჩვენ გამოვხსნით. თუ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე არის საუბარი, მოდით კონკრეტულად გადაწყვიტოს სახელმწიფომ, როდესაც ჩვენ მიმართავთ ამა თუ იმ საქმეზე, მის რომელ ინტერესს აღგება ზიანი. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული თუ პირადი საიდუმლოება. აპრიორი თავშივე რაღაცის გასაიდუმლოება, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროპის სასამართლო პრაქტიკასთან, ასევე იმ კონვენციასთან ოფიციალურ დოკუმენტებთან ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელსაც საქართველო მიუერთდა და რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება სავალდებულო ძალის მქონე. ანუ ის სავალდებულა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ მოქმედებულა. შესაბამისად, ესეთი ინიციატივები, რომლებიც იმთავითვე ხურავს ინფორმაციას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ჩვენ არავინ არ გვეუბნება, რომელ ღირებულებას იცავს ამ დოკუმენტების დაფარვით სახელმწიფო, არის უკან გადადგმული ნაბიჯი და არის ხელისუფლების დამოკიდებულება ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვის თვალსაზრისით. დასაგებია. ბატონ გეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე კონკრეტულ საქმეს ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან აი ამ გადაწყვეტილების მიღება? გამოიწვია ვარაუდები, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმდინარეობს, თუნდაც ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით საქმე მიმდინარეობს. შესაძლებელი არ არის გამორიცხული კონკრეტულ საქმეებსაც შეეხებოდეს ეს დათქმა
თქვენ ისეთ რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის